შენდება დილა, ჯერ კიდე გამოგვიძების პროცესში ვარ, კიდევ ერთი საჩუქარი მოდის. Now. Couldn't get goat milk anywhere, so when we step in, თხის რძე ვერსად ვიშავე, მაგრამ გეგმაბე გამოვიყენე. აუ, ნახეთ რა სუნამო. გეოგები, ჩემი ესტერლები მოქმედებს არიან. აბა დღეს რა დაგვიწერე შენ? ამრიგად ყველაფერში როგორც გინდათ რომ სხვა ადამიანებმა მოგექცენ, თქვენს ისე უნდა მოექცეთ მათ. ნუ განსჯით და განსჯილები არ იქნებით. რამე თუ როგორი განსჯით ზჯით, ისე იქნებით განსჯილები და როგორი საზომითაც ზომავთ, თქვენს იგივე საზომით გაგზავნებთ. რამე თუ განაჩენი რომელიც თქვენ გამოგაქვთ, თქვენს გამოგედანი. ის მნიშვნელოვანია, ის განსაკუთრებულია და ზუსტად მას შეუძლია ბედნიერება მან თვითონ შექმნას. რა ხდება ძალიან აქ ჩაჭერილი და ხდები ისე ვინ არის რამე? გააქიე ნიშნები. მე კარგ ნავიგებს აკეთებს მეგონი. მონი მიზანში აქ ქართულ. მიზანში კი, ნამდვილად და ესეთი ამით ესე რა ჩვენ inside joke-ებია. ერთად არ ვართ, მაგრამ შეიძლება ეგ შეიცვალოს მალე. იდეალური დილა, მე წავედი საქმეებში. კარგად. ცოტა მოუწესრიგებელი ვარ, მაგრამ ეს სუნამო ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავს, იმიტომ რომ მაკავშირებს იმ ადამიანთან. ესეთი ბიჭია, რომ ვინც გაიცნობს მაგ ბიჭს, ზოგადად მეუბნებიან, რომ შურთ ჩემი, რომ ჩემს გვერდით ესეთი ბიჭია. არ ვიცი უკანკალებ. მოკლედ პირადად რო გნახავ და გელაპარაკები. Thank you so much. სამყაროს აი უდიდეს მადლობას ვუხდი, რომ შევხვდა ჩემს გზაზე. არ ვიცი, ალბათ საჩუქარია ეს. ყველანაირ ტანჯვის შემდეგ გამოვლილი, რაც მე მაქვს, ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ. ჩემი აზრით, გუშინდელი ჩვენი წითელი დროშების ცერემონია ძალიან საინტერესო იყო. გვანცამ რომ გადმომცა წითელი დროშა საერთოდ არ გამიკვირდა, თუმცა მაინც ამაყელა და რაღაცნაირი ემოციები გამოიწვია ჩემში და ვფიქრობ, რომ რაღაც კარგ გოგოთ რო გამოსულიყო, ვითომ არც იმას არც იმას რო არაწყეინინა, მე მომცა ვითომ აი ნუ მარიამს არავინ არ მისცემდა წითელ დროშას. ძალიან არა გულწრფელი და not consistent person არის რა. გულწრფელი არ არის. გულწრფელი არ არის, ხო. გვანცა მე რომ მითხარ რომ ვუყვარ, მჯერა, იმიტომ რომ სიყვარული აი ესეთი ზედაპირული იგულისხმება. ამიტომ ეს ზედაპირულად რა თქმა უნდა ვუყვარ, მაგაში ეჭვი არ მეპარება. საყვარელია, იმიტომ რომ ეძახის რომ შეიძლება ვუყვარ რომ მართლა. ზედაპირულად. თუნდაც. და შენ გჯერა რომ ახლა წითელი დროშა, იმიტომ მოგცა რომ ვითომ სხვა დროშები არ გექნებოდა და მაგიტო სხვა არაწყინინოს. ხო. ჯერო. რა თქმა უნდა სტრატეგია იყო ეს. გვანცაზე, იმიტომ რომ მარიამს დიდი აუდიტორია ყავს, ხალხი კარგად არის მის მიმართ განწყობილი და ვფიქრობ, რომ ეშინია კი, ვფიქრობ, რომ ძლიერი მოწინააღმდეგე იქნება, ასე რომ პირველივე კვირიდან უნდა რომ მოეცილებინა. თან მე ყურში ჩაშურჩუ იყო. და ინტერვიუების ოთახში ბებიაჩემი შედის და თუ რაღაცებს ჩვენს ბებიაჩემი ლაპარაკო. არ მინახავს ინტერნეტი არ იჭერს ხოლმე ჩემი და. არა, ეგ იყო ჩვეულებრივი სტრატეგია, იმიტომ რომ ძლიერ მონაწილედ გთვლის, იმიტომ რომ შენ აუდიტორია ყავს დიდი. და ძალიან მარტივად ინტერვიუებში ძალიან ალალი და შტერი ვარ ზოგადად. მოდი ხოლმე მკითხე. კარგი. თემზები თქვენ მოკლედ ნახავთ. მე რას გამომაპარე? მოკლედ დავინახე ჩვენი რომეო, ჩვენი ჯავახა ფუსფუსებს სამზარეულოში თან კამერა უყურებს. ესე იგი გავიღვიძე და რაღაც მაკლია მგონი.
ეს რაღაც არის მარიამი და მოდი მას მივართვათ ყავა და რამე ტკბილეულობა როგორი ტკბილი ადამიანსა ზუსტად ისეთი ტკბილი შოკოლადები მივართვათ. ყველაზე მეტად ჯავახაში მომწონს ის, რომ ქალის პატივისცემა იცის ძალიან მსრუნველია და ყურადღებიანი. ქალს ყველაზე მეტად რა მოსწონს მამაკაცში? ყურადღება, ხო? და ჩვენ ვიგებით ყველაზე ყურადღებიანები მარიამის მიმართ ამჟამად. ამიტომ მოდი ყავა მივართვათ მას. შოკოლადები ჩემი აზრით. გულის ფორმის შოკოლადე გავუკეთოთ, მოდი. ასე ვფიქრობ, საინტერესო იქნება. გუშინ ნატურის ხის ქვეშ რო ვიჯექით, ვაფშე სხვანაირად დავინახე მარიამი რა. ძალიან მომეწონა მისი დამოკიდებულება და შეკითხვები გაეცა ყველანაირ პასუხს. მარწყვით ქალბატონია და იმსახურებს რომ მარწყვის კონდეს აქ, მაგრამ არ მაქვს ესე. იცი რა არის? აი, აბა რა ვფიქრობ? ადამიანი რომ ამას ვერ დაინახავს, ის იქნება დაუნახავ. მუნჯა, რუსია. ამიტომ დილას რო ესე იწყებ, ღმერთი აუცილებლად აგინათებს. ბატონო ბონდო. ადამიანი რომ ამას ვერ დაინახავს, ისა მუნჯი. აი, ო, ჯავახა, რას ამზადებ? მეც მაჩვენე. უნდა გააპრინცესო? აი. ნახეთ, რა გავუკეთე? მოკლედ უბრალოდ თეფში რო ცოტა დიდი ყოფილიყო, დავწერდით მს პლუს ν უდრის შ-ს. უბრალოდ თეფში მრგვალი იყო და მარტო მუდავატია. არა, ვიცი ასე გავკეთე. აქ ჩავხატავ პატარეთი მუს, ანუ. ბიჭო, აგერ გაგიკეთე და მარე მამას მოუწყო, გვერდზე. ოიც მისი გაკეთებული უნდა იყოს. აბსიო. აი მე მაცადეთ ხალხო, ვაიმე, ისევ ქალი უნდა ჩაერიო. რატო ხართ ესეთი ეკონომიურები? ბჭო, დიდი თებში ხوار. ვაიმე, მთელი მადლობა მეგობრებო. ეხლა მე გავარკვე მარიამს შაქარი უნდა თუ არა. ჯერ არ გაგირკვევია? და როგორ გავარკვე თქვენ? შაქარი არ შესთავაზი, შენ ტკბილი ხარ, შოკოლადი მიგაქვს. მართალი ხარ, მართალი. არ ჭირდება. თუ ყავა შაქარს გეტყვის, უთხარი ეს დაშაქრულია. არა ვარო? თიც ჩავყოფ და ისე და შეყოთმილი. მაიცოთ. გავაძნო ეხლა აქ. ტალანტი. ხო იცი? ჩვენ დროს იყო ადრე. ძველად გაიცნო იყო. ტალანტი. აქ ჭიქა ჭიქა გვერდზე? აქეთ მოიცა. აქეთ აქ. ესე. ხა, უღონ არ დაფუქო და არ მოხდა. აუ, სანთებელა არ გაქვთ? ანთეთ. სანთელით? ხო. ვისია ქალი ლამაზი ჩვენია ქალი ლამაზი ვისია ქალი ლამაზი კაი დავტოვოთ ახლა წევედი ჩვენ აღარა მაგი ჩვენ მორჩაკინო წაიცავში კამერებმა აშო, შედი. კარად გამოდიოდა. როგორ მოგწონს ყავა? მე სწორად გავთვალე შაქრიანი რომ გავაკეთე. უშაქროს რომ არას. თურმე უშაქროს სვავს. არა, უშავს ჯავახ, ყველაფერს შეცდომებს ვსწავლობთ. გუშინ ხო გქონდა დეითი ასე ვთქვათ და აი მაინც რა დაინახე ჩემში ისეთი აი რამაც შენ ყურადღება მიიქცია. გუშინ შენში კიდე ის დავინახე, რომ რასაც ამბობ ასრულებ. საიდან გამომდინარე? თუნდაც დეითიდან გამომდინარე. შენ რა დაინახე ჩემში? მე შენში დავინახე ის რომ შენ ხარ სხვათა შორის ძალიან მორცხვი ადამიანი. მე? ხო. მორცხვი? კი. ნუ ეგ დავინახე, შეიძლება ჩემთან ხარ მორცხვი, ანუ ეგ არც უნდა იყოს გასაკვირი, იმიტომ რომ როდესაც მანდილოსანი არის ნამდვილ კაცთან ერთად ის მორცხვია ხოლმე ხარ. ძალიან ინტერესი გიყურებ, ხო ხდები? და რადგან ჩემთვის საინტერესო ადამიანი ხარ, მეც საინტერესოდ გიდგები და სულ აი ასეთ ლამაზ რაღაცებს მოგიმზადებ ხოლმე. გუშინ მომენტში ვფიქრობდი რომ ვაფშე აღარ იქემოდი აქ რა, აი ბონდომ რო რედ ფლეგი დაგიწერა
ასეთად ფიქრობდი რომ ვაიმე მეთქი გამაჟრიალა უსე მეთქი ამ პროექტში ბარტორჩები რა უნდა გავაკეთოთ. როდესაც ჯავახამ მითხრა რომ ეშინოდა ჩემი პროექტის დატოვების, ეს ძალიან მესიამოვნა. Windows Reflex ჩემზე არ მოქმედია, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩემთვის არასწორი იყო და უსამართლო იყო, რადგან დები მუზების გამო დამიწერა. ჩემთვის სამართლიანი არ ყოფილა. ახლა უკვე ისეთი მოქმედებები უნდა დავიწყოთ, რომ არავის თვალში ცუდად არ მოხვდეთ. არავის შეურაცხყოფა არ მივაყენოთ არანაირი და ყველაფერი კარგად იქნება. მაქსიმალურად დიდხანს გავჩერდით ამ პროექტში ერთად. მე ასე ვფიქრობ. გეცდები მაქსიმალურად ყველასთან დავალაგო. კარგი, წავედი. ახლა როგორ მოგეწონა, აბა? კარგი იყო ძალიან. გავალ მე და გარეთ გელოდები იქ ვიქნები სადმე კუთხეში მიპოვი ალბათ. მითით რომ მადლობთ ბიჭებო. რაღაცა ბედნიერი გამოხვედი რა ხდება? ბედნიერად დაიწყო დილა, რატომ უნდა გამოსულიყო? Telemundo presenta 487 სერიის დასასრული. კიდევ ერთი ჯადოსნური კვირა გველოდება რომ ერთად ვიქნებით და მართლა გულით და სულით მიხარეთ და უკვე ისეც ძალიან გვიან ვიწყებთ ჩვენ დილას. ვცდილობ რომ შევინარჩუნოთ თქვენი პოზიტივი. მინდა რომ ყველას ხასიათი რაღაცნაირად მოვერგო. ოკეი? ნამდვილად არ ვარ კლოუნი. ბოსი ხანდახან კლოუნობას მიწევს იმ კუთხით რომ ყველას ხასიათი იყოს, მოვიყვანო, არ ჩავაჭირო. მე არ მინდა. არ დაბადებულ ვარ კლოუნად და არც ადამიანია რომელიც ასე არც კლოუნი ვარ, არც ადამიანი აბა ვირა. ჩენზე კლოუნი ვერ ვარ ამ წუთას ახლა და დამანცად. ან მე კლოუნი ვარ. I'm funny how? I mean funny like I'm a clown, I amuse you? ბონდომ მიწოდა კლოუნი. ბატონო ბონდო, ამდე ხალხში თქვენ მე მიწოდეთ კლოუნი, ხო? მაინტერესებს რატო ვარ კლოუნი? კლოუნი იმას ნიშნავს რომ განწყობაზე ხარ სულ რომ შექმნა ის მომენტი რომ განწყობაზე როცა ვარ მე ვარ იუმორისტი, მე ვარ იუმორისტი, ხუმრობ. მე ვარ მსახიობი. ხო, მაგრამ მე შეგეკითხა რა იცი კლოუნი ხარ შეურაცხყოფა არ მომიყენებია მე თქვენთვის. მე როგორც არტისტი მე რადგან მსახიობი ვარ და ვიცი მე არ მივიღებდი, მაგრამ იმან იმ წუთას აი ასაკთა სხვაობა ზუსტად ეგ არის რომ მე ვარ 36 წლის. მან არის 23 წლის, როგორც ვიცი, ხო? უფრო პატარა. მეორედ კლოუნი აღარ დამიძახოთ მე. იმიტომ რომ კლოუნი აქ არავინ არ არის. აბსოლუტურად გეთანხმები. ხო, მაშინ პირდაპირ მნიშვნელობით კლოუნს თუ გაიგებდი, არ მოგეთ რომ ავად დაგიძახებდი კლოუნს. ანუ კოლეგიალობა, ადამიანობა ესე არ ეშლება, მაგრამ ამ წუთას მე მესმის თავს იწონებს ახალგაზრდა ბიჭია. Anyway, მე კლოუნი არ ვარ ბონდო. აქ კლოუნი არავინ არ არის. აბსოლუტურად. ღებულობ, გავიგე. მაგრამ ცალკეცო გეთქვა, გევიგებთ უფრო არა, ლამაზ. თქვენ ამდე ხალხში მითხარით და ამდე ხალხში გეუბნები, ნამდვილად არ ხარ კლოუნი და რა კლოუნი გეიგე, მაგი კლოუნი არ მიგადრებია. არა. ყველას შეიძლება გაუვარდეს, მაგრამ დავფიქრეთ, არასდროს არ არის გვიანი მოვაგვარო და გამოვასწორო ჩვენი შეცდომა. გაუიასნე რა. ბონდო ჩვენი ძმა. თუ ხალხში ვსაუბრობთ და მეუბნებ რომ კლოუნი ხარ, ხალხშივე გიასნებ. რომ კლოუნი აქ არავინ ანუ მომსვი ერთ ადგილას ახლა შენ არა, ასე ადგილას კი არ მელაპარაკებ. მოხსვი, კაც უბრალოდ მე ბაბა გავიგე რა პრობლემაა გასულ. всё არაფერი. всё დამშვიდე, სავარია შენ დამშვიდე, შეინარჩუნე მე ვშვიდე. თუ გინდა რომ იყო ლიდერი და მართო და იყო ერთად კარგად, ხო, ხანდახან ცხურზეც უნდა პომპონჩიკი გაიგეთო და ვაფშე არ ტეხავს ეს. ბოდიში გოგოებო. კარგი ხარ ლორენს? ადამიანი. დღეს პარტია გემზადება, საუკეთესოდ გამოიყურება, თან ცოტა სურპრიზიც გიმზადებ ლორენს. ჩააჭირე ლორენს. კარგი ხარ. არის ვინმე? მოგდანდით. ულალა. ესე იგი მეგობრებო. მე რა სილამაზია ეს. არა, ეს პატარა ზუსტად ვიცი. ძალიან ეფექტურია, ძალიან ლამაზია, просто პატარა. მინდა რომ ცადო. ეხლა უნდა გადავიდე ბიჭებზე. ბიჭების მოსარგებია. გოგონები ესე რომ თქვათ, ხა გვანცესთან მივალ და ვნახავ ის როგორ თუ არა და ამ ვერსიას შევთავაზი. გვანც რაკენი? მოგდანდით. აუ რა კაია და აი დისკომფორტი გა. სასისკივით. თან მოარგო, თან ზომებში, თან უთხრა ის მოკლეა, მაგრამ არა უშავს. შემოლამაზო. მოდი აბა ერთ წამს. გონი სიგზეს ნორმალურია და გვერდებში. ეს ბახრამა ძალაბაზია ცეკვის დროს ესე ფანფალებს. ნახე ბახრამები შენც გაქვეყნო. მეც მაგ ბახრამა არ მშურს.
всё, აღარ შემომიყვანო 500-ში რა. მარიამ ლამაზი, მოდი ოქრო. მოდი ვარ. ეს რა ჭყიალებია? ეს მინდა რა უმასწავლო. ლელუ, მოდი რა ოქრო. მე კი ვიცი ძალიან რას ვაპირებ, მაგრამ უკვე რა ვერსია გავაკეთე? 2 ავაწყე. ეს არის ანუ კაბა. ამ პატარა კაბაში მე ვიქნები ძალიან გამოკვეთილი და ზედმეტად სექსუალური. ნახე ბოძი და კი რა. ბოძე? ეს შორტი. ამაზე მოსაცმელი გვაქვს რამე? გიჭერს, მაგრამ არა, ლამაზი ხარ პანტა. მუზები. გვეძახის ბოსი და უნდა მოვიზომოთ კოსტიუმები. ნახეთ. არ არის ძალიან მოკლე, მაგრამ ვინაიდან თქვენ ისეთ მოძრაობებს არ აკეთებთ, ეს იქნება ძალიან ლამაზი. ეს კამარია ჩემო ოქრო. კარგი ხარ. კაი, გამოიცვალე და დამიძახეთ, ოკეი? იცმევ კაბას და ვხედავ, რომ აშკარად ჩემი ზომა არ არის, როგორც მოკლე მაისური, ისე მათგას. ფონდოს პირშიც ვეუბნებით და აქაც ვიტყვით რომ გვაცადეთ ჩვენს საუბარი, ჩვენი აზრის დაფიქსირება. ნუ ლიდერის ფუნქციები გავიგე რომ აქ და არის ბოსი. ახლა უნდა მოწიოთ და მე მოხვიდე ეგ. არა, რაღაცას ვიტყვით და მოვალ. ჯერ შეიძლება რომ მე რამე გითხრათ ეგრევე პოსტა წამოხდეთ იმან ახლა ეგრევე გოუკიდე სიგარეტს. როგორ ეტყვის აღარ მოწიოთ სიგარეტი, უნდა რომ ეგრევე გავანებოთ სიგარეტს. დავაბიჩოკოთ. რატომღაც კიდე ვერ მიხვდა რა, თავიანთ ცნობიერში ვერ გააცნობიერეს სად არის. ვლაპარაკ რაღაცა, ჩემი ძმა და მისაუბრეთ, ორი წელი და ბიჭო, დიზაინერი მომამეთქდა, უნდა გადმომატანიოთ მეთქი. გადმოგატანიეთ. ნახევარ საათზე მეტია 5 ჯერ ეწევით სიგარეტს მეთქი და ჯერ არ მახსოვს მე აქ შემოვერწოთ რა. ხო შეიძლება მე სხვა. ჯერ არ მახსოვს მე აქ შემოსულიყავი და თქვენ არ გეტყვით აი 5 წუთი და გამოვარო თქვა. კი ბონდო, დავაი. ხო შეიძლება შენ სხვა კი არა სულ შელაპარაკო. და ხო შეიძლება ჩვენ სხვა რა იყო სულ ისაუბროს თვითონ დააფიქსიროს თავისი აზრი ყველა სიტუაციაში. და მე ყვაზე იაროს ყველა. აღობ რა. აბა რა გავაკეთო სულ ლაპარაკობ არგუმენტებს სიტყვა რაღაცებზე არ გვაცდე ჩვენ ლაპარაკზე წამოდი. ერთიანი მე არ ვეწევ და მოგეხმარებიდეს რა. წამოდი. მე რა ამდენ კომენტარ ჯობია წამოსულიყავი და მადლობა რომ წამოდი. ხო და უნდა წამოხვიდე ხო? ხო დამელოდა 2 წუთი და მოვა. მანდა ყოველთვის იძლევა მითითებებს სახლის დალაგებაზე, მაგრამ მისი ტონის გამო უკვე აღარავინ ემორჩილება მას. ოთახში. ჩვეულებრივი შოკი მაქვს რა. ეგეთი რაღაცა არ ვიცი რა. სტუმარს ელოდებოდეს და ასე ნირიახასავეთ იქცეოდეთ, მე არ ვიცი მე. ჩვეულებრივი სახე ხართ რა გითხრათ. დაკავებულები არიან თუ მე გეიჭვარ რა ვერ გაძეხით ბიჭო ამ სიგარეტით გადავირიე. მეც ვეწევოდი რა. ჰე, მოდი ბონდო. მევეთ. რაც ქინდა ქენი ძმაო, რა გითხრა? არ ვიცი. რა შენ დამიზახ, მომეხმარეო. ხო, არ ვიცი. არ ვიცი რა გითხრეთ. მარტო ცვიზა, ამ ისეთი რაღაცები გამიკეთებია ძმაო. ვაფშე მარტო ცვიზა, მაგრამ რამენაირად ჩავაგორებ ერთ კვირას. თქვენ რომ მოგინდებათ, მასე არაა ძმაო, ეს პროექტია. ბონდო აღარ გველაპარაკება და ხან ლაპარაკობს. ბევრს ხან ვაფშე არ ლაპარაკობს და ვერ გევიგე სამი გვაქვს, მაგითო. ბონდო. სკამები სად წავიღოთ? არ ვიცი. ვარკვიო, სად მიგვაქვს ეს მაგიდე? აუ! სად მიგვაქვს, სად? არ ვიცი. მე და გვანცა ვართ ჩვენს ოთახში, ვისვენებთ რა დროსაც შემოდის ბონდო ჩვენთან და გვანცას უყვირის რომ გავიდეს სამზარეულოში და დარეცხოს ჭურჭელი. კიდე ერთხელ ჩემთან ტონსა უწევს, როგორც წეგან გააკეთა. მე უკვე ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ. გინდ გამაგდონ რაც უნდა ის გააკეთონ. ყველაზე მეტად აფერისტი და მოთამაშე მე მგონი ეს არის. მეც რა მეგონა ამ პროექტში ვის უნდა ვენდო. მე ვფიქრობ, რომ აქ არავის არ აქვს უფლება, რომ ტონსა უწიოს ჩვენთან რაღაცის გამო, რადგან ბოსი არის და ვითომ მეტი უფლებები აქვს ჩვენზე, მე არ ვფიქრობ, რომ იმის უფლება აქვს, რომ ჩვენთან ტონსა უწიოს. რას ეძახით ტონის აწევას? არ ვიცი, ჩემო კარგი. დილი და რავი, ჭრილობებელას იქით არ მიმღერია და. ტონის აწევის გარეშეც გამოვიდოდი პრინციპში ძალიან შემინებით გამოვიდოდი უპრობლემოდ
მე იცით რა უბრალოდ რო ეთქვა. აი ეს ადამიანი იმდეს ქადაგებს პოზიტიურად იყავით, ჰარმონიულად იყავით, რომ უკვე თვითონ დაეწყეს აგრესია. მიმართვის ფორმები აქვს ხოლმე, ზოგჯერ ესეთი უხეში, ზოგჯერ მკაფიო, ზოგჯერ ხმამაღალი. პირველი დღის ბონდო აგერ არის და მოდის, მალე მოდის. პირველ დღეს ბონდო იყო ძალიან კეთილი, მსრუნველი, თბილი. მან ბოლო დროს ყველაფერი შეიცვალა. სვითობა ბონდო ჯობია, თავიდან რო იყო. ბონდო მოდის, მალე. მალე გონცეს უნდა ბძინავდეს. არ ბძინავს კარგად. დროზე ხეხე. მალე ახალ ბოსს ავიჩერთ ეგ არაფერი და ამის შემდეგ იმედია რომ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ და სწორ ადამიანს მივცემთ ბოსობის უფლებას. ერთი კვირა შემოსული ხარ პროექტში. არანაირი დავალება არ მიგიღია და ძლივს რაღაცა მოგეცით, იმიტომ რომ ხან რა გტკივა, შევედით და ბოლოს უხერხულობას ჩამაგდო მონაწილეებმა, რომ უკაცრავად გვანცას რატო არ აქვს არაფერი, აბტო ჩვენ ვინა მეორე წრეზე მიდის ადამიანები და გვანცას პირველი მოვიწე და ისიც თუ მოვიწეა უკაცრავად. ხო დალაგდა. ხო, ნუ თავისას მოაღწია აი ჭვალი. ცუდად იქ გადავიყვანო. ბონდო. მადი თუ შეიძლება ერთი წუთით. აბა როგორ მოგწონს დალაგებული რა სიტყვი მოგწონს ჩვენი შედევრი თუ რამე პრეტენზიები გაქვს? გავწყდით. იდეაში მე არ მეხებოდა, მე რაც მეხებოდა გავაკეთე, მაგრამ მაინც მივეხმარე გვანცას. ძალიან მეხმარებოდა. რო გამორჩეულები რო ხართ და რო ვიცი რომ რის გამკეთებოდა რა დონის ხარისხზე მაქვს საუბარი, იმიტომაც ხართ აქ. მადლობა, რა შემილეგეთ. მადლობა საკუთართავს გადავუხადეთ ესეთ თქვენ ცხოვრობთ პირველ რიგში და ჩვენ ყველა ერთად ყველა ვალდებული ვართ რომ გავითვალისწინოთ. იმიტომ რომ ეს ჰიგიენა სახლშიც დარწმუნებული ატიკციკებს ყველაფერს როგორც ეხლა ჩააწიკეთ. ვერ დავიჭერ. აბა კარგად გარეცხა გვანცა, აბა ნახე. მალე თავია გავრეცხავ, ბოდიში. რაღაცა ცოტა ცხიმი იყო, კარგად გარეცხა. ეს ყველაფერი მაინც ყოველ შემთხვევაში თავი გახვარ. მონსტრი ვარ ნამდვილად. არა ხარ მონსტრი. არა საყვარელი ესეთი მონსტრი. მონსტრი ვარ იმ შემთხვევაში რომ ეს არის პერფექციონისტი. არ ვარ პერფექციონისტობა მარტივი არ არის. აქ თქვენთან ერთად პერფექციონისტობა შეიძლება გიჟი გავიდე აქ და. აი ეს ვერ გამოვჩი. გამორთულია. ხმა ჩაისუნთქე, რას ვაკეთებ ჩვენ? მივიღე დალაგება და გავუშვი დალაგება. მივიღე დალაგება. დღეს გვაქვს ფანტასტიკური საღამო და ვერ ვაძლევ თავისუფლებას, რომ ენერგია არ ქონდეს ყველას, ასე რომ წავიდა. ხეხავთ, ვალაგებთ, გელოდებით თქვენ, ეს ხო თქვენთვის არის. დააბრუნეთ თვითობა ბონდო. These cards as a meditation, the lost place we never suspect. It doesn't play for the money wins. You don't play for respect. It's a chance to run. ხალხ ყველაზე მეტად მამაკაცი მოსწონს ყურადღება. მარიამ, რა გჭირს გოგო? თავი მტკივა. მე შენ დღეს ძალიან გემრიელ კოქტეილებს გაიგეთ. რატო ხდება თავი, ჰა? არ ვიცი. ცოცხალზე გავიღვეძე და სახლში მინდა. სახლში გინდა? ჩემთან არ გინდა, ესე იგი? მე ვზრუნავ იმაზე რომ აქ იყო დიდხანს და შენ მეუბნები რომ სახლში გინდა. მარიამ, მინდა გითხრა რომ ჩემს გვერდით შენ იქნები დაცული. პირველი რაც გააკეთებ სახლში რა წახვა. ჩემს სამსახურში წავა, რაც ძალიან მიყვარს და მომენატრა. სადაც ბარმენად ვუშაობ. ხო და სად? არ მინდა ვთქვა, ხელი გეტყვი.
მე როდესაც გოგო მომწონს და ყურადღებას ვაქცევ მის შესახებ ყველაფერი მაინტერესებს. პირველი ასო დაწერე ჩემ ფეხზე. აი, სადაა დამიწერე? რომელ უბანში? თუ არავე ისეთი. თავისუფლებაზე. მე რა თქმა უნდა ვცდილობ რომ მარიამს ყურადღება არ მოვაკო. მან მუშაობს 3 წელი. 3 წელი. 18 საათი. ვიცი. სრული სიგიჟე. მოვალ მარიამ არ ინერვიულო არ მოიწვენო ყად. აუ, რა გელოდებათ? ეს ალბათ ჩემ კერძებზე ამბობ ხო? რა არის არა მაინც სიყვარულით ნაკეთები გულით არა? ადამიანს როცა უყვარს, რასაც აკეთებს. ანუ ორი შეყვარებულიო ტრიალებს სამზარეულში. შეყვარებული? ხოცე ცხლინთება რა. საჭმელი ხო საერთოდ ხანერი გამოდის. გაზი ნაკლები ხარჯება მე. იმიტომ რომ ტემპერამენტი აწეული და ის აღარ ხელია. კი, იდეალური. ის თვალებში არის ცეცხლი და კარბორბალა. ბიჭო ბოლო გევარსება თუ გიყვარს? ხო, აი 3 დღეში ისე შევუყვარდი პირდაპირ, ეს არის ნამდვილი სიყვარული. To be continue. დღეს ძალიან ცუდად ვარ, რატომღაც ალბათ გოშინდელმა სტრესმა იმოქმედა. სასწრაფო დახმარებაც კი გამოვიძახეთ. გამიკეთეს მედიკამენტები, რომ ცოტა მოსულიერებულიყავი, მაგრამ სანამ მოკლედ ალიაქოთი იყო აქეთკენ, ყველას დავავიწყდი. წავიდა? წოდეთ? ჩვენ აქედან რა. გასუდა, აპლოდისმენტები! ხო, აყვაჭაზე. და გველოდებით რა. ვიყავი მარტო, ჩემდასაც დავავიწყდი. ვიც არ ვიცოდი, გოგო, შენი საკუთარი. კიდე შენ სად დაიკარგე ხო, უნდა შემომხედო და გამაკონტროლო, რომ იქნებ კვდები. აი, მე რითი დაგაწყნარო. მოკლედ 5 წუთიც კი არ შეიძლება ამის დატოვება. როგორც კი მოვშორდი 1 მეტრით, შორს ეგრევე რაღაც დაემართა. გამებუდა. რა გითხრეს ექიმებმა, რაღაც გაგიკეთე? ხო, რაღაც წამალი გამიკეთეს. და რა ნემსი? კი. მე არ გამაგიჟე, გოგო, ნემსამდე მივიდა. ნუ რა ვიცი, ხა ხო იცი რა სუსტი ჯამშთელობა მაქვს და რაღაცნაირად ყველაფერი მოქმედებს ჩემზე. აი, ორი წუთი. ხო იცი რომ არ უნდა დამტოვო, როგორც კი მტოვებ რაღაცა ხდება. სწორი გადაწყვეტილებაა რომ აქ ვართ და მინდა ვიცოდე ხალხის აზრი და მინდა ვიცოდე რომ ხალხს მართლა ვუყვარვართ. მე ვიყავი რეპეტიციაზე, რადგან ერთადერთი რეპეტიცია გქონდა ივენთის წინ და ეს იყო საჭირო, ვიფიქრე რომ ორივეს მაგივრად გავივლი ამ რეპეტიციას, ვეღარ მივაქცია ჩემდას ყურადღება და თურმე როგორ ცუდად გამხდარა. რა შვება, ანუ რა ჭირს? ანუ დაუვარდა წნევა და დაუგნელდა თვალებში და თავბრუ დაეხვა. კარგად გახდა. კარგად რო არ ვისაუზმეთ, ალბათ მაგიტო. როცა ნერვიულობს ჩემი და ზოგადად ეგრე ხდება ხოლმე. არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ ესეთი ემოციურ ფონზე სუსტია ძალიან და აი მაგის ძალიან ძლიერი ხალბატონია. უშინ გვართლია კატასავით ისეთი გვაცეკვა. ვერ ვიტყვი რომ სუსტი ხალბატონია. არ გაქვს მაგის დრო, ახლა შენ ინერვიულო, არ არის ანერვიულო, პირიქით ენერგია მიეცი და გაუზიარე. აბა როგორ უნდა შევჭამო ჩემი დამშიერია. ყველა ემზადებოდა წვეულებისთვის და ცოტა მეწყინა. მე შენ გაგებუდე. არ გამიწი, კაი ჩამოლები მოდი. ცუდად გავხდი. ოპა!
იწყება ჩემი ფარტი. მადლობა მომბრძანით საღამოშვიდობის. კეთილი იყოს თქვენი მომბრძანება, გამარჯობა. გამარჯობა, ფანტასტიკოს გამოიყურებით. გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი მომბრძანება. ყველაზე მაგარი ფარტი იწყება. ძალიან ბედნიერები ვარ და ფიქრობ რომ დღევანდელი საღამო თქვენი იქნება ფანტასტიკური. მადლობა. როგორი განწყობა, სად არის ტაში არა? სულ მალე ჩვენ ჯადოსნურ საღამოს დავიწყებთ. მე მგონია რომ დიდი გეცმის განწყობა. მე ისე აბა დააკვირდი. იგრძნობა ეს ყველაფერი. ამ უმაგრესი ფარტის წამყვანები ვართ ჩვენ, ზურა და გუგა. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო. ერთი აპლოდისმენტები თუ შეიძლება. მოკლედ დღეს არის ჰაუსის პირველი კვირის წვეულება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აპლოდისმენტები თუ შეიძლება. მე მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო პირველი კვირის ბონდოს და ასევე დიდი მადლობა Party Labs. აპლოდისმენტები. მეგობრებო, დღეს აქ იქნება ცეცხლი. You could see that Pierre did truly love the mademoiselle. And from the chapel bell. C'est la vie, c'est the old folks. It goes to show you never can tell. შემოგხედეთ, როგორ გლამაზად და განსხვავებულად გამოვიყურებით. ჩვენც კი მოგწონს ჩვენი თავი ესეთი. ახალი ვერსია, ორი მუზაცი. მოკლედ, დღის სენსაცია ჩემთვის არიან დებილმუზები, რომლებსაც საოცრად მოუხდათ ეს ახალი ტანსაცმელები. ეს საცვია წითელი, ბრჭყვიალა, მოკლე, ზურგამოჭრილი კავა, ყოფილი ერთად, ვერ წარმოგვიდგინა აქამდე. მეორე შავი ბარხატის კლასიკური ჭყვიალა, მოკლედ, ორივენი ტოპ 10-დან 10. 10-დან 20! ჰაუსის რომეო და ჯულიეტა. არა! ჩავახადა მარიამი! რათა მამინო ჯულიეტა, ღმერთო! გიორგი პარიზი! სულ მომღიმარი ლორენცო! მონვაკი! ენსა მაგარი ბიჭია. სტიკეიკო! დღეს თაბლუ დახვევს აღამოს შემოგთავაზებს
Glad that you made it. Look around, you don't see one person sitting down. They got drinks in the hand and the room's a დიდი მადლობა და მიხარია რომ აი ესე ძალიან მაგარ განწყობაზე ვარ. მაგრამ ეხლა თუ შეიძლება ცოტათი დაბრძანდით, იმიტომ რომ ქალბატონი მაია ეხლა შეგვისრულებს და მოვუსმენოთ. მეგობრებო, შეყვარებული წყვილები არის? ვართ კი, არიან. აბა რა, აი ეს სიმღერა ეწყდება შეყვარებულ წყვილებს. კონსუელო ველასკესის სიმღერა ბესამე მუჩო. Bésame mucho, como si fuera esta noche la última vez. Bésame. დღეს ჩემი და მარიამის ურთიერთობა ერთი ნამბიჯით წინ გადავიდა. მე და მარიამა იდეალურად შევასრულეთ ვალსი. Bésame mucho, como si fuera esta noche. უნდა გამოვიცვალო, აღარ შემიძლია. ყველაფერი უნდა მოვიშორო. მე მოვართ, მოვწევთ ყველა ერთი. და მოია. ორი რომ უყევი სიგარეტს მოსწევ. გოგოები შემოვიყვანე. გავიდეთ მე. ძირი აზრზე არიან ჩემთან დაკავშირებით. ჩემი დაქალებს ერთს არ ფიქრობენ შენზე. ლელო და ლორენცო, დაბლ L, ორი ლავ, წყვილი. ნახოთ. რას ვაფასებ გუგლში ყველაზე მეტად? თვისებას. ერთი თვისება. რაც ყველაზე მთავარი არის ეს არის რომ იყოს მაშინისტიკა. მე ვარ ღიმილი მონალიზას სახეზე. მე ვარ სულპრიზი. შეხარ მიზეზი. ღიმილი მონალიზის სახეზე. არა, ღიმილი ვარ მონალიზას სახეზე. სურპრიზი ვარ. ადამიანი შეიძლება თვალებში მიყვანდეს ესე ადამიანი შეიძლება თვალებში მე აქ ვარ კი შენთან ერთად ვარ. ცოტა აქ ჩამოდი. Smile even though it's freaking when there's a cloud in the sky. You get by if you smile through your And the shen me matrene chemi tawi. Yes. Shenze metad me momenatra Mariami. Vitsi amutsna urცხოვრებაში. აღარავინ დაგიკრავს ტაში baby, ტაში baby, ტაში. სულ დარდია ამ სერტავში. სულ სევდა ისმის ჩემს ხმაში. ჩაიხედე ჩემს სპერტვაში. მესმის მეტი ვიდრე ითხოვს ჩასულ თქვაში. ჩემი თავი რეკლამის შემდეგ ნახავთ. რომ დამივიცხოთ ახვალდა დალევ, მაგრამ ყველა ქალს მე შემადარებ. რომ დამივიცხოთ ახვალდა დალევ, მაგრამ ყველა ქალს მე შემადარებ. რაღაცა გამახსენდა და ძალიან ავნერვი. მოდი. ვაიმე, მოდი. მუზები და ლორენცო. იმ დღეს შუაში რო იჯდნენ გახსოვს? მუზები და შუაში ლორენცო. ხო გეუბნები ერთმანეთს უხდებიან თქო. ანუ ჩასუნდვიჩდა. რატო? მეტი ვერ ნახა თავის შესაფერისი გოგო ამ პროექტში ალბათ და მაგას მიადგა მაგ. მე მგონი ლორენცოს მუზები მოსწონს. ორივე?
ეს ტრადიციული ხალხი, ადამიანები, მოსახლეობა ესენი მაგათმა ხო ტრადიციულები ვართო, მაგრამ დღეს მოკლე კაბა როგორ ჩაიცვა? კაი ფორმები აქვს და რაღაც. ნახე, მუზებს ეს განსხვავებული მიჩი ძალიან მოუხდათ. კი, ძალიან ლამაზები არიან. ძალიან მოუხდათ. მე რას ვაპირებ? გოიმები აღარ არიან თითქოს. მე ვაპირებ, რომ მაგათი ტანსაცმელები მე ჩავიცვა და მე შენც გოიმი იქნები. ერთი დღე მოვაწყოთ მუზების ლუქები მოვირგოთ და ერთი დღე ესე ვიართ, ხო უნდა ვნახოთ. პირველივე დღიდან კასტინგზე, როდესაც დაგინახეთ ორივე ძალიან დიდი სიმპათიებით გავუდგოთ ჩვენს. მადლობა, ძალიან სასიამოვნოა. შენს მშვენივრად გამოიყურე. და ძალიან ლამაზად მე ყოველთვის ლორენცო ვარ. აი, გასაგებობდი დები მუზები. აი აი. თქვი ხა. რატო? დააფიქსირეთ დები მუზები და ლორენცი. მოუწონვართ თუ არა დებ მუზებს, ორ მუზას. არ ვიცი, საინტერესოა ეს. შეიძლება თუ არა მოუწონდე? ამპარტანული იქნება ეს ყველაფერი. რომ თქვა, მაგრამ ქალების მიმართ ყურადღების ნაკლებობას არასოდეს არ განვისტიდი ასე რომ ვინც ახლა მიყურებთ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ისიც თეი. მე ხო გეუბნებოდი ფლორენცოს და დები მუზების შორის რაღაცას ხდება თქო. ანუ ჩასენდვიჩდა. სენდვიჩში შუაში ლორენცო ისე დები მუზები. რას ნიშნავს დასენდვიჩდა? ცუდი გაგებით თქვა. კი, ცუდი გაგებით თქვა. რას ნიშნავს ლორენცოსთან დასენდვიჩდა? მე არ მისმის ახლა. ანუ უწმაწური გაგებით თქვა. განა ის რომ ლორენცომ ნუ ესეთი რაღაცა გააკეთა და ჩვენ უარი არ უთხარით ცეკვაზე, არამედ ის რომ აი ვეცეკვეთ. ხვდები? ადამიანმა რო დაგვპატიჟა ცეკვაზე, რა არის ამაში? რა არ უნდა გვეთქვა? არა ლორენცო, შენ არ გეცეკვებით და რატო? როგორ დაემთხოთ? რას ფიქრობ ჩემი? გულახდილოთ. სრულიად. შენ მენდერს. კარგი, მოდი რადგან. კაცი ვარ, პირდაპირ გეტყვი. და ხო ის პირდაპირ ყველაზე მიყვარს. ამ პროექტის გარეთ ჩვენ ძალიან დიდი მომავალი გვაქვს. რატომაც ესე ვფიქრობ? მე და შენ? კი. მე ეს წინასწარ არ მეყვარს რაღაცების თქმა, იმიტომ რომ მე მგონი 4 დღე გეცნობან სამი ხო? მაგრამ ბევრი ის რამე გააკეთა, რასაც ძალიან ვახცებ მართლა. ჩემთვის და წინასწარ არ მინდა საუბარი, მაგრამ ნახოთ რა იქნება. თან ეხლა ცოტა ასომიო და შეიძლება რაღაც სიტყვები ისე ვერ წარმოვთქვა როგორც მინდა, ან ისეთი რაღაც წავონცეს, რაც არ მინდა რომ წავონცეს. მე ვფიქრობ, ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს. ჩემი შულები რომ მოევლენ ამ დედამიწაზე, მაშინ მინერვიულე და აიხაც კიდე მომდის კი ვიცეკვება. ეს იყო ჩვენ დავაბად, ჩვენ დავიბადეთ ყველა ერთად და უდიდესი მადლობა ჩვენ გუნდს. მიყვართ ხართ. მადლობა. კარგები ხართ და მადლობა ჩვენ სტუმრებს რომ ქალბატონო მაია. უდიდესი მადლობა. გაფაცებისთვის. ქალბატონო მარიკო, უღრმესი მადლობა. აი ენერგიისთვის. რომ ჩვენ გვაჩვენებთ მომავალ გზას, რაც ჩვენ მართლა oh my god როგორ გაიარეთ და ჩვენ აქ ეხლა მარტივად კაშკაშებთ და თქვენ გვაძლევთ ამის საშუალებას და მეგობრებო, გუნდო, მაგრებო და მინდა რომ შემდეგ კვირას რომ აქ იდგებით აი ამაზე მაგრად იყოთ, როგორც მე ვიზნობ ეხლა თავს. მეგობრებო, ამდენს თუ ვიმხიარულებდი და ვიცეკვები, მე ძალიან მიყვარს ცეკვა. გიждები იყო დრო. როდესაც აი თქვენ ხელები რომ ვიყავი ზოგიერთის ასაკის, მთელი ღამე საცეკვაო მოედანზე ვატარებდი ხოლმე და ორ დღეს მივდივარდი სამსახურში. არ მეგონა თუ აქ ამდენს ვიცეკვებდი და ვიმხიარულებდი, დიდი მადლობა თქვენ თვითონ თქვენთაგანს. რა თქმა უნდა, არც პროდიუსერს, თელ გუნდს, ეს
სული შეგენარჩუნებინოთ ერთმანეთის სიყვარული. რა მაია, მეც ჩემთვის დიდი პატივია პირველ რიგში შენს გვერდზე ყოფნა და შენთან ერთად მუსიცირება. ეს თავარი ასევე. მადლობა შენ ამისთვის, მადლობა თქვენ რომ მოგვიწვიეთ და ზუსტად ასეთ რეალიტის გისურვებთ. იყავით ჯაზურად, იყავით მხიარულად, გიყვარდეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ იმას, რასაც აკეთებთ. და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ აქ მოწვევისთვის. ბრავო, ბრავო, ბრავო! მადლობა დიდი. კარგად, ბედნიერად. თქვენი და ჩემი ფანტასტიკური გუნდის დახმარებით ძალიან მაგარი ფარფლი შედგა და ძალიან ბედნიერი და მაგლიერი ვარ ყველასი, ვინც ყველა მე ერთად გავიმარჯვეთ. დავიმახსოვროთ ეს შესანიშნავი ლუჩი. ხახლო ამ გოგოებს არ ვიცი სახში 2026 წელს რო წავალ ესეთები უნდა დავუყენო, იმიტომ რომ ვეღარ ფიზიკურად უკან ვეღარ შეუძლია რანაირად. აბა, მივეჩვიე. ამდენ ყურადღებას. ხდება ესეთები რომ დავკიდოთ სახში ყველგან. გავარკვიოთ. ალბათ მაგასაც უნდა რომ ჩვენნაირი ახალგაზრდა და ლამაზი იყოს, მაგრამ რას ვიზამთ? წლები თავისას შვება. გავარკვიოთ აუცილებლად. სარკვევია. წლები მერცხლებივით გაფრიდნენ, თმებში შეგვება რა ჩაღარა. დავარუნდი სიყვარულს დაგპირდე, მე ისევ მოგელია ბარა. ას პირველად ვიმღერებთ და ეს სიმღერა ეძღვნება გვანცას. მე მინდა ვთქვა, რომ ხანდახან მაშინ, როდესაც ჩვენს საოცნებო ცხოვრებას ვცხოვრობთ, ვერც კი ვამჩნევთ, რომ ეს ის დღეა, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრება ოცნებობდი, რომ ამ დღეში მოხვედრილიყავი. მაგრამ აი მოხვდი და რაღაცნაირად ვერ შეამჩნიე. და თუ ვინმე მიყურებს, მეგობრებო, მინდა გთხოვოთ, რომ შეამჩნიოთ ბედნიერი წამები და ბევრი იოცნებოთ. და შეამჩნიოთ საყვარელ ადამიანებთან გატარებული წამები. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში ალბათ. სიყვარული და ბედნიერება და ესა არც კი მინდა შევიცვალო 3-ს. მომწონს. წამოდი კიდევ ერთხელ. სარკეში ჩავიხედეთ. არაჩვეულებრივი ლუქია. შემოგვიერთდი ზურა. ზურიკო. შენ ძალიან ცოტა გვეცეკვე დღეს. საერთოდ არ გვეცეკვე. ზუსტად რო თქვა. ყოველ დღე უფრო და უფრო ერთი ყურადღებას აკლდება. და არ სწორდება ეს. მაშ დები მუზეებს რო ვუყურებ, სულ მახსენდება ჩემი საყვარელი პერსონაჟები ქართული ფილმიდან სიყვარული ყველას უნდა. წარმაგრები არიან. ჩვენი პატარა ქუთაისელი ბიჭები კიდე რა თქმა უნდა, პაწრო და გივილო. არ ვიცი სამავალოდ რა იქნება, მაგრამ თუ დაწყვეტილებიან, მშვენიერი რაღაც გველოდება წინ. Don't come back no more. What you say? I guess if you say so.
ჩემთვის მე მეტება მარტო ეკლები და მარტო შენებური სიცივე რომ დამივიცხოთ ახვალ და დალევ მაგრამ ყველა ქალს მე შემადარებ რომ დამივიცხოთ ახვალ და დალევ მაგრამ ყველა ქალს მე შემადარებ სადარი გუგარაი ძველებურად აღარ მიცემს გული შენს უეცარ გამოჩენაზე აღარც ვარდები და აღარც სინანული და მითანხმებს დაბრუნებაზე რომ დამივიცხოთ ახვალ და დალევ მაგრამ ყველა ქალს მე შემადარებ რომ დამივიცხოთ ახვალ და დალევ მაგრამ ყველა ქალს მე შემადარებ თინა ბატონო რატო აწვევი მე მელოდები ჩიტა ხა მე მშვიდობის საუკეთესო ღამეს გისურვებ მინდა ჩემს გადაწყვეტილებაზე ჩავწერო მინი მონოლოგი საჯაროდ თქვი უკვე რომ გავიკეთე ბარიატრიული ოპერაცია რომელიც ნიშნავს რომ არის ნაირ-ნაირი და მე გავიკეთე იმას რომელსაც ქვია სლივ სადაც კუჭის ზომას გიპატარავები და ორმა პერსონაჟმა გამოხატა უარყოფითი თავისი აზრი მაგის მიმართ რაღაც მონოლოგს ვიწერდი ჩემ ბარიატრიაზე დაკავშირებით და შენ გამოგვიდგა. ეთერში ყავ ვიდაბი. არა, არ ვიცი. ხოლოდ ორ ადამიანმა გამოხატა თავისი ძლიერი აზრი ჩემს ნეგატიური ცოტა ჩემ ბარიატრის მიმართ. ეს იყო ბატონი ბონდო და ლორენსო. ადამიანმა როცა უკვე გადადგა ნაბიჯი. შენ არ გაგუფლება რომ რამე ნეგატიური კომენტარი გააკეთე. აბსოლუტურად. პირველ მეორე არ მიცნობ. აი საერთოდ პირველ დღეს გითხარით და არანაირი არა უფლება როგორ არა გაქვთ რაც გინდათ ის გააკეთეთ რა თქმა უნდა მაგრამ მე ეგარ დაფიქსირების დროს უნდა იყოს ისეთ შევეცადოთ რომ ისე არ ვთქვათ რომ ეთკინოს ეწყინოს იქნებ მე რამდენი იწვალე დარდი გადავიარე რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღოს რაღაცა გამახსენდა და ძალიან ავნერვი ვარ. მოდი. ვაიმე, მოდი. გამი. შეიძლება გიგზიანო? რა თქმა უნდა. მოდი. მე ხა, დავშორდი ყოფილ ქმას. ხო. მე ძალიან მეყვარდა, პირველ ბავშვი რო გავაჩინე ხო ორსულობა ჩემთვის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქალისთვის, ყველა ქალისთვის ასეა და ვერ მივიღე ის სათანადო ყურადღება, რასაც ველოდებოდი, ალბათ ჩემი შეცდომა რო ველოდებოდა. და ერთი რამ, რაც ჩამჩა გულში, ეს ახალი ნამშობიარები, კი ემოციები, სიყვარული ბავშვი დაინახე ეს ხო ვაფშე საწყე, მაგრამ ტკივილი და კაცმა ესე გამიკეთა. უგრე კარგს თუ არ მეუბნები და შენ ცუც მეუბნები ჩემი გადაწყვეტილება მე მივიღებ თუ არა всё აი ესე ვარ მე არ მივიღებ ნეგატივს